დიღომი, ჰუგო ჰუბერტის ქუჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ახლოს ამ მიწაზე მშენებლობის ნებართვას მოქალაქე ლელა ჭანია ითხოვს. ჭანია ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირია. მერიას ლელა ჭანიამ 2 ტყუპის სახლის მშენებლობის ნებართვის თხოვნით ლევან მურუსიძისთვის მძიმე სანქციების დადებამდე ცოტა ხნით ადრე მიმართა. თბილისის მერიაში განაცხადი 2025 წლის 1 მარტს შევიდა. ლელა ჭანიას მიწას ვეწებთ. ლევან მურუსიძის მეუღლე რომ არის სასამართლო. აქ სახლის მშენებლობა იგეგმება თქვენს მეზობლად. მოხედე და სახლი უნდა აშენოს. არა, აქაც სულ ის არის გაყიდული და წარმოდგენა არა მაქვს. თქვენ დიდი ხანია აქ ცხოვრობთ? ახალი მეზობლები გეყოლებათ სასამართლოს მაღალ ჩინოსნები. დიდი მადლობა. ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანია ჰუგო ჰუბერტის ქუჩის 36 ნომერში 700 კვადრატულ მეტრ ფართს ფლობს. სამშენებლო პროექტის მიხედვით ჭანიას აქ ერთმანეთის მსგავსი 2 სახლის აშენება უნდა. ორივე საცხოვრებელი ფართი ჯამში 480 კვადრატული მეტრია. გათვალისწინებულია 130 კვადრატული მეტრი დამხმარე და საზაფხულო ფართისთვისაც. თუმცა ჩაიძიეთ მაგებას, მაგრამ მანდაც ნახავთ, რომ აი საბოლოო ჯამში ხო აი სიმართლე გითხრათ, აი მანდაც ვერაფერს ვერ ამოვიგებთ. არა, რა უნდა ვიპოვოთ? უკვე ვიპოვეთ, რომ სახლის პროექტი წარადგინეთ. ეს აგურის ფასადი და ძველი ქართული სტილის ინსპირაცია რა იყო? არ ვიცი, ხა მაგ მე არ მეხება. არ შეგითანხმებიათ, ანუ თქვენთან ერთად თანაცხოვრებაში მყოფი პირია? აუ. ლევან მურუსიძემ არ გვიპასუხა კითხვაზე. მონაწილეობდა თუ არა ლელა ჭანიას დიღმის ვილების დაპროექტებაში. მცირე სატელეფონო განმარტებაში მურუსიძე გვარწმუნებს, რომ მასთან თანაცხოვრებაში მყოფმა ქალმა მშენებლობა ისე წამოიწყო, რომ მისთვის არც კი უკითხავს. რაც შესაძლებელია იძიეთ, რაც კი ვთქვით, მაგრამ ერთ შემთხვევაში მანდ ჩემამდე ვერ მოხალთ, იმიტომ მე არავით არ ეკავშირი მაგ თემასთან არა. და ქალბატონი ლელა ჭანია თქვენთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ხომ არის? რა ვიცი, ხა რატომ ელაპარაკებთ ისეთ თემაზე, რაც არ არის ამ სანქციებს აშენდა. ის გამოიციეთ. ანუ სანქციების გამო გადაწყვეტეთ, რომ თბილისში ახალი სახლი აიშენოთ, რადგან სხვაგან ვეღარ იმოგზაურებთ? მე არაფერ არ დამოწყვეტია. ანუ ქალბატონმა ლელა მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილება? და რა სახსრებით იშენებს? ხო არიცით ბატონ ლევან? მე გიპასუხეთ რაც საპასუხო ვიცი. გადაჭეს ვერაფერს ვერ მეთქვით. სახლის პირველ სართულზე, რომლის აშენებასაც ლელა ჭანია გეგმავს, ჰოლი, სამზარეულო, ერთი საძინებელი, საკუჭნაო და სველი წერტილი განთავსდება. მეორე სართული, რომელიც პირველს შიდა კიბით უკავშირდება, სრულად საძინებლებს დაეთმობა. სახლი ძველი ქართული აგურით უნდა მოაპირკეთონ. მისაღებ ოთახში მეტი სინათლე რომ იყოს, პირველი სართულის გადახურვაში შუშის ვიტრაჟებს ჩაამონტაჟებენ. ფასადიც დიდი ვიტრაჟებით შეიმინება. მუქი ნაცრისფერი ლითონის მოაჯირები ექნება ვერანდებს და ამონტაჟებენ ელექტრომოძრავ კარს ავტოფარეხში შესასვლელად. არქიტექტურულ პროექტში, რომელიც თბილისის მერიას წარუდგინეს, არქიტექტორი წერს, რომ შიდა და გარე მოპირკეთებისთვის თანამედროვე მასალებს გამოიყენებენ. ორბინიან სახლთან დაკავშირებით მაქვს კითხვები ლელა ჭანიას დაკვეთით რომ დააპროექტად. ქალბატონმა ლელამ თუ გითხრათ, ეს საცხოვრებელი სახლი საკუთარი საცხოვრებელ სახლად უნდა თუ რაიმე სხვა ტიპის ობიექტი? ორბინიანი საცხოვრებელი სახლი არის 2 ოჯახზე. ანუ ერთი ლელას ოჯახია და მეორე თავისი ნათესავია მე მგონი. მურუსიძისთვის შენდება მეორე? მურუსიძისთვის არ ვიცი, ლელა ჭანი არის ჩვენი დამკვეთი. ლელა ჭანია თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის სამდივნოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. მისი ხელფასი სტუდია მონიტორის ინფორმაციით თვეში 2750 ლარია. ახლა გადამოწმების საშუალება აღარ გვაქვს. ჭანია გვემალება. დეკლარაციები კი რაჟდენ კუპრაშვილმა დახურა. ლელა ჭანიას ბიზნესი არ აქვს. ანუ ხელფასი მისი ერთადერთი შემოსავალია. ამ სახლების ასაშენებლად არ გამოუტანია იპოთეკური სესხი ბანკიდან. მის არც ერთ უძრავ ქონებას საბანკო ვალდებულება არ ადევს.
ლელა ჭანიასთან მინდა შეხვედრა. შეხვედრა ესე თვითონ თუ არ დაგვიერგა და საშვი არ დაუშვა ჩვენ შეგიძლიათ რომ შეატყობინოთ რომ ქალთან ლელასთან არის დავაწეროთ ჯგუფი. არა მომის მეც როგორ ხდება აი ეს შუშებია შენობაში ეხوارი ბიუროსი და იქიდანვე უნდა შედანომებულობდნენ დაუკავშირეთ ის თორმერე ჩვენ გვეტყვის რომ საშვი დაუშვა დამოუშვა ჩვენ ესე ხო აქეთ ხარის ეს ქალთან ლელა. რა მნიშვნელობა აქვს შეგება ლელა ჭანიასთან ჩვენ იმის გასარკვევად მივედით, რას სახსრებით აპირებს ის სახლების მშენებლობას დიღომში. ლევან მურუსიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სამდივნოს უფროსია. ჭანია სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. ამიტომ მის კაბინეტში არსებულ შიდა ნომერზე დარეკვით ვცდილობთ მასთან დაკავშირებას. ისმენთ. ქალბატონ ლელა ჭანიასთან რეკავ. სხვაგან მოხდით ქალბატონ. როგორ აწერია ლელა ჭანია და რანაირად მოხდი? ქალბატონო გითხარით. უკაცრავად ბატონო რატომ მეტყუებთ? ნახეთ აწერია ტელეფონს ლელა ჭანია. სასამართლო კლანის ბოსებს ახლა მძიმე დღეები უდგათ. რეჟიმის უკანონო დავალებების შესრულებამ შედეგი გამოიღო. უკრაინის, ლიეტუვის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. მურუსიძეს და ჩინჩალაძეს როგორც კორუფციის ყველაზე მძიმე ფაქტებში მხილებულ მოსამართლეებს ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაადო. შედეგი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს საქართველოსა და TBC ბანკებში ანგარიშები სანქციების დადებიდან რამდენიმე საათში დაუხურეს. ბატონო ლევან, არ გეუხერხულებათ ასე რომ დარბი ხართ? ბატონო ლევან დიდი ბრიტანეთის მიერ კორუფციაში მხილებული და ფინანსურ სანქციებში მოქცეული მოსამართლე შაბათის ეთერის კამერის დანახვისთანავე გარბის. მცხეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში 2 Hyundai Elantra და Mercedes-ის მარკის ავტომობილი დგას. არც ერთი მოსამართლის სახელზე არ არის გაფორმებული. შაბათის ეთერისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიწოდებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ ლევან მურუსიძის სახელზე არც ერთი მანქანა აღარ ირიცხება. Hyundai Elantra სახელმწიფო ნომრით SS 033 DP სახელმწიფო ბალანსი არსებული მანქანაა, რომელიც მოსამართლეს ემსახურება. Mercedes-ი ML 400 კი სახელმწიფო ნომრით DN 331 DN დაუდგენელია BIS სახელზეა გაფორმებული. მურუსიძესთან კითხვები ქონების სავარაუდო გადამალვის ფაქტებსა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე გვაქვს. გვაინტერესებს მოასწრო თუ არა ბანკში შენახული ფულის გამოტანა, თუ ბანკებმა წლების ნაგროვები ფულიც გაუყინეს. ამიტომ სანქცირებულ ლევან მურუსიძეს, რომელიც გაიქცა უკან მივყვებით. ბატონო ლევან, უხერხულობას არ გიქნით ასე რომ დარბი ხარ? ბატონო ლევან, გასაქცევი გაქვთ? დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ლევან მურუსიძესთან და მიხეილ ჩინჩალაძესთან ნებისმიერი ფინანსური კავშირი და ოპერაცია ახლა საშიშია, რადგან სანქცირებულ პირებთან ფინანსურ გარიგებაში შესვლა ან მისი დახმარება მესამე პირის დასანქცირებას იწვევს. თუმცა ლელა ჭანია ლევან მურუსიძესთვის სანდო ადამიანია. ის წლები მასთან თანაცხოვრებაშია. მურუსიძე ჭანიას ახლო ნათესავებში ჯერ კიდევ 2010 წელს უთითებდა. სასამართლოს ბოსი ჩვენს კითხვებს თავს ამჯერად სააპელაციო სასამართლოს ეზოში დამალვით აღწევს. დაცული ტერიტორია არის გამოგზავნა. დაუძახეთ გელოდებით. ვის დაუძახეთ? ბატონ ლევან მურუსიძეს, რომელიც ახლა სპეცოპერაციით შეიყვანეთ სააპელაციო სასამართლოში. იმ შუაშია რომ ადამიანი გარბოდა და ველაპარაკებოდი და თქვენ წინ ჩამიდებით.
ქართველი მოსამართლეები შავსიაში გვატემალელი მოსამართლეების გვერდით მოხვდნენ. ეს მურუსიძე ჩინჩალაძისთვის განარჩენია. სხვა დანარჩენი მოსამართლეებისთვის კი გაფრთხილება, რომ ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხს რეჟიმის დაკვეთით ასამართლებს, ახალი სანქციების სიაში მოხვდება. სანქციების დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მურუსიძეც და ჩინჩალაძეც კლანის წევრები და ოცნების დავალებების შემსრულებლები არიან. გამიბლოკება ეს არის სახელმწიფო ბანათი და რაღაცნაირად ალბათ ხა ხელფასს როგორღაც ავიღებ, მე ვერ წარმომიდგენია რომ ხელფასი ვერ ავიღო. შესაბამისად ხა არავით არის ბიზნესი, არავით არის მიარა, მაგრამ უბრალოდ ხა რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი სანქციას გადაეც, მაგრამ რადგანაც გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ეს რისთვის კეთდება, რომ აქ საუბარი არ არის კორუფციაზე და საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემა ამოიტონ იღლიაში. აი, გვატემალელ მოსამართლეებთან და ძალოვნებთან ერთად რატო ჩაქვსვეს სიაში? არ ვიცი, ხა მე არ ვიცი ვის და ერთად ჩამსვეს სიაში. მე ვიცი ერთი რომ მეტალმა სანქციის, ფინანსური სანქციის. წასვლას აპირებთ ბატონ ლევან? სად? სისტემიდან. არა, სიმართლე გითხრათ, მე ბრიტანეთში წასვლას არ ვაპირებ. დიდ ბრიტანეთში არა, თქვენ ამერიკაში გიყვარდეთ ხოლმე მოგზაურობა, მაგრამ იქაც ვეღარ ჩადიხართ. რა თქმა უნდა ვერ ჩავალ დოვივლებ სოფელში ჩემთან, სორში. სანქციების პორტალის Open Sanctions მონაცემებით არ არის დადგენილი ლევან მურუსიძის ის გარემოცვა, ვინც შესაძლოა მას სანქციებისგან გვერდის ავლაში დაეხმაროს. ამიტომ ლელა ჭანიას ანგარიშებიც TBC ბანკში ჯერ კიდევ მოქმედია. ეს უკვე Open Sanctions პორტალზე სასამართლო კლანის იდუმალი ბოსის მიხეილ ჩინჩალაძის გვერდია. ამ პორტალმა დააიდენტიფიცირა ჩინჩალაძის ახლო გარემოცვის წევრები. პრაქტიკა აჩვენებს, რომ აქ მათი გვარების განთავსების შემდეგ ისინიც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევიან. Open Sanctions მიხეილ ჩინჩალაძის ახლო წრედ მის ცოლს მარიკა მარიკაშვილს და ქალიშვილს რუსუდან ჩინჩალაძეს ასახელებს. ბატონო მიხეილ. Open Sanctions მონაცემებში არ არის მითითებული მიხეილ ჩინჩალაძის უფროსი ვაჟი. თამაშ ჩინჩალაძეს ჩვენ კრიპტოვალუტის სწავლებათა ცენტრში მივაგენით. შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ 21 წლის თამაშ ჩინჩალაძე კრიპტოვალუტის მაინინგის შესწავლითაა გატაცებული. ის კომპანია კრიპტოთინის ერთ-ერთი დირექტორია. ეს კომპანია ახალგაზრდებს კრიპტო ბიზნესის შესახებ ცოდნას აძლევს და ოფიციალური მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკშია ბაზირებული. ჩვენ დავინტერესდით, შტატების მიერ მიხეილ ჩინჩალაძის სანქცირების შემდეგ ის შეერთებულ შტატებში დარჩა თუ კომპანიასთან დისტანციურად მუშაობს. ბატონ ჩინჩალაძე მოსულია სამსახურში? არ იცით თუ ჩვენ ვერ მოგვაწვეთ? მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლოში მისულებს არ გვხვდება. და არც სახლიდან გამოდის. სასამართლო კლანის ბოსი საგურამოში ამ დიდრულ სახლში ცხოვრობს. სავარაუდოდ ახლა სახლშია, თუმცა კამერების მეშვეობით, რომელიც მთელს პერიმეტრს აკონტროლებს, მან კარგად იცის, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად მათთან შაბათის ეთერი მივიდა. დასანქცირებულია ივანიშვილის რეჟიმის 98 მსახური, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მიერ. ამის მიღმა დასანქცირებულია კიდევ 10-ობით პირი, ვისი გვარიც ქვეყნებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ. ჯამში სანქცირებული პირების რაოდენობა 300-ს აღწევს.